ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. 18 წლის იყო რომ დაიჭერეს, 19 წლის უკვე პატიმრობაში გახდა. ჯერა რომ რაღაცა შედეგი იქნება ამას ყველაფერს პოზიტიური და დადებითი. მე ვარ ანდრი გორგილაძე, საბაჯიქიას მეგობარ. ლარისა სამსიანი, საბაჯიქიას დედიკო. საბას პირველი მასწავლებელი იყო. ცელკი იყო სასწაულთან. ვერ იტყოდი, გაჩერებულია ვარ რაღაც. საბა, სათხარ. თვალი რომ მოგერიდებინა. მოეჭველი რაღაცას გააკეთებდა ისეთ რომ მავნე. აი საქციაზე გადაღებული. სასწაული ბავშვი იყო. დამჯერიც იყო ამავდროულად. გული აქვს ისეთი რომ აი სოლოც თუ რამეს დააშავებდა ხოლმე ისე ამომხედავდი დიდიკო არ ვიტოდა არა მართლა მეთქმის რომ მართლა საოცარი ბავშვი იყო ინტერესები უფრო მეტი ეს ინფორმატიკა ინტერნეტი პროგრამები და ისეთი რაღაცები უფრო საბა არის ყველაზე უფროსი მე ანი და პატარა ბარბარე ანი მე-10 კლასში არის, ბარბარე მე-7 კლასში არის. საბაც სტუდენტი იყო, როგორც ის ამბავი მოხდა. ანის და საბას სხვანაირი ისა აქვთ ხოლმე. ის ჩურჩულებდნენ, ის რაღაცას უყურებდნენ ერთმანეთს. მაგრამ ძალიან განიცადა ბარბარე. სახლიდან გასვლა არ უნდოდა იმ პერიოდებში. არავისთან წასვლა არ უნდოდა. ზაფხულში არ დადაგებზეც შევთავაზე სოფელში, სვანეთში. არაფრით არ წავიდე. საბასთან დავმეგობდი, როცა უკვე დაიჭირეს პროცესების შემდეგ. რაღაც ეტაპზე გადავწყვიტე და პირველ სასამართლოს ხრობაზე რომ დავინახე, ადვოკატი რომ შეიცვალა და გუჯას ახლა ვიცნობდი ესე, გუჯას უთხარი რომ მეთქი ეს ბიჭი უნდა გავიცნო აუცილებლად თქო და გუჯას ვთხოვე რომ მეთქი გამაცანი თქო. და მაგის მერე მივწერე წერილი და პასუხი არ მიმიღია სხვათა შორის და სადღაც ერთ კვირაში დამირეკა რომ არ გეგონოს რომ უპასუხო დაქტოვეო ესაო რა ქვია სოციმუშაკი არ მოსულაო და იმ კვირაში გამოგიგზავნე წერილსა და ეგრე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. რაღაც მომენტში საკუთარი თავი დავინახე და მინდოდა რომ აი იმ მომენტში საბაჯიქია ყოფილიყავ და მაგიტო გადავწყვიტე რომ საბასთვის მიმეწერა ჯერ თავიდან და მე უკვე თვითონაც მივხვდი რომ ზუსტად ისეთივე ტიპაჟია როგორც მე და ეგრე დაიწყო მოკლედ ჩვენი მეგობრობა რა. აი ხიარულები და რავი რა სამშობლოზე შეყვარებულები და ზუსტად ვიცი რომ სანამ საბა ციხეში იქნება მე მის მაგივრად ზუსტად აქ ვიქნები მანამ სანამ ეს ჩვენ ქვეყანას დაჭირდება. დაიწყო ეს აქციები და რაღაცები საბაც ჩაერთო. მე რო არ ვიცოდი ისეთი მომენტებიც იყო რომ დადიოდა აქციებზე თურმე. თავდადება ახლა თავარი არის რა. ჩემი აზრით ეს რასაც დღეს ახალგაზრდებში ვხედავ სადღაც იმედი მაქვს მაინც. ესე არ უნდა დარჩეს ეს ყველაფერი. ზაფხულში სკოლა რო დაამთავრა, ჩამოვიდა თბილისში, ბებოსთან იყო მაგი, ხალაბასთუმნის საჯარო სკოლაში სწავლობდა და მე წამოვიდა ჩემთან. დაიწყო მუშაობა. მუშაობასთან ერთად მე სწავლა რო დაიწყოთ უკვე პარალელურად დადიოდა სასწავლებელში. მე დეკემბრის ამბები იყო ეს აქციების და საბუთს აღმოჩნდა იქ. სამი რიცხვი იყო, ის 2-3 დღე სახლიდან არ გასულა და სამსახურში მომაკითხეს მე. უნდა დაგკითხოთო და საპატრულოში წამომიყვანეს და ვეუბნები ხალხს რა ხდება ამიხსენით რა სიტუაცია არის. თითქმის საათნახევარი ველოდებოდი.
ის ვინც ჩაგვიყვანა იმაში საპატრულოში ის მეუბნებოდა რომ რაღაცა ვიდეო უნდა განახოთ. მითხარით მეთქი რა ისეთი რამე თუ არის ხო უნდა მითხრათ მე რატომ ალოდინებთ მეთქი და მე უკვე ესეც რო გამახსენდა რომ გულში ვფიქრობდი რომ საბას თემაზე იყო ეს ყველაფერი არც პასუხი გაუციათ არც არაფერი კითხვები დამისვეს უბრალოდ რომ სად ცხოვრობთ ანუ ადგილსამყოფელ სადაც უკვე საბა ცხოვრობდა ალბათ ელოდებოდათ რომ მე მეთქვა ეს მისამართი და პარალელურად მე სანამ იქ ვიყავი საბას მოაკითხეს სახლში ჩემი ნათლულის და იყო ჩემთან ერთად და ისე უმნებოდა თურმე დედამ არაფერი არ იცის დედა სახლში არ არის და არ შეიძლება ისე რომ წაიყვანოთ საბა რაც სალაპარაკო იყო უთხრა კითხვები დაუსვეს თურმე ტანსაცმელი რაღაცეები იმასქნეს და წაიყვანეს ტელეფონები და ისინი ჩამოურთმევიათ ანუ დარეკვის უფლება არ მისცეს რომ მეც გამეგო ეს საშინელება იყო სიტყვებით ვერ გადმოცემი ემოციას მაშინ რასაც ვგრძნობდი გადმოცემა აი ვერც ერთ სიტყვას ვერ შეუსაბამებ მას მე რაც გაიგო რომ იჭერდნენ ჩემი აზრით უკვე მზად იყო იმისთვის რომ მას მიუსჭირდნენ შესაბამისად არ შეხვედრია ამ ამბავს ისე მძიმედ როგორც შეიძლება რომ ადამიანი შეხვდეს ეს არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გარეთ ხალხი იბრძოდეს არ შეწყდეს პროტესტი იმიტომ რომ ერთი მხრივ მათი თავისუფლება და არა მარტო საბასი ყველა სხვა ბიჭის რომელიც უკანონოდ ტყვეობაში იმყოფება მათი თავისუფლება დამოკიდებულია გარეთ პროცესებზე რა როგორ იქნება შესაბამისად ყოველი მისი შეკითხვა იწყება რა ხდება გარეთ მომხნევებდა არ უნდა მენერვიულად ცრემლები არ უნდა მქონოდა ცრემლიანი არ დაგინახდედიკო იმდენად ცდილობდა იმ თავის განცდებს და იმ თავის ემოციების დამალვას ალბათ იმ ღიმილით იმ რაღაცნაირი თვალების ციმციმით და იმითი რომ აი ვერანაირად ვერ იტყოდი რომ ის განიცდის იქ მაგრამ დედის გული ყოველთვის გრძნობს შვილი რანაირ განცდებში არის ის არ ნანობს მედგრად დგას აქით მომხანევებს აქით მეუბნება რომ დედა სანერვიულო არაფერი არა გაქვს მე კარგად ვარ იქ ისევ იმიტომ ალბათ რომ მე ვიყო უფრო კარგად რა თქმა უნდა მიზეზოდ არაფერი არ ხდება ეს ის მიზეზები არის რის გამოც ხმა უნდა აიღონ ხო აიღონ ახალგაზრდებმა გააპროტესტონ რაღაცა შეცვალონ უკეთესობისკენ თავის გადაწყვეტილებებს თავის არჩევანს ყოველთვის მხარს დაუჭერ რა თქმა უნდა გავრილოვის ღამის შემდეგ ჩემი ყოველი დღე რუსთაველით იწყება რუსთაველით თავდება და გაგრძელდება მანამ სანამ ყველა ის უკანონო პატიმარი და ჩემი მეგობარი სამწუხაროდ უკვე ისეთ რეალობაში ვარ რომ ციხეში უფრო მეტი მეგობარი მყავს ვიდრე გარეთ შესაბამისად სანამ ისინი არიან უკანონო ტყვეობაში მე ყოველი დღე ვიდგები აქ და ვიბრძოლებ მათ თავისუფლებისთვის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ქვეყნის განვითარებისთვის ნორმალური კურსის მშენებლობისთვის იმიტომ რომ რეალურად მართლა რუსეთში ვცხოვრობთ ხალხს ციხეში უშვებენ ქუჩის გადაკეტვის გამო შესაბამისად ეს აუცილებლად ძალიან მალე უნდა შეიცვალოს და მე მჯერა რომ ძალიან მალე შეიცვლება და ყველა უკანონო პატიმარი ძალიან მალე იქნება თავისუფლებაზე როცა ანუ დეკემბრის მერე უკვე 2-3 სასამართლოს მერე იყო 24 საათიანი დაინიშნა და აი მაშინ ვიყავით მე და ბავშვები გოგონები და ის 24 საათი აი არ მინდოდა რომ გასულიყო ის დრო ოღონდ არ გათენდეს მთელი ღამე გავათენეთ ესე ლაპარაკში საუბარში ბევრი რაღაცა გავიხსენეთ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ ჩანაწერებისთვის ბლოკნოტი აქვს იმაზე წერს ძალიან ბევრი წიგნი წაიკითხა სხვათა შორის იმედით არის ადამიანი და მეც მაგ იმედი
და რაღაცა უკეთესობისკენ წავა. ჩვენი ქვეყნის ამბავით და ჩვენი ახალგაზრდების მით უმეტეს ახალგაზრდებმა უნდა მიაღწიონ რაღაცა კარგს და რაღაც შედეგი უნდა გქონდეთ, რომ თაობებს მისცენ. იმდენად თბილი ადამიანი არის, იმდენად საყვარელი არის ურთიერთობაში, არ არსებობს აი ეხლა ვინც სანაცნობო არის ჩემთან ერთად მუშაობდა მაგ მთელი სტაფი დღესაც რომ გაიგებენ ხოლმე რომ საბასთან მივდივარ აი 1 საათიან პაიმანი რომ ინიშნება ხოლმე და რაღაცა რომ გაიგებენ ხოლმე საბა როგორ არის აბა რა გითხრა აბა მითხარი როგორ არის და რაღაცები და თვითონაც ისე აი იმდენად უყვართ ყველა საბა რომ ეს თავისი დამსახურება არის თავისი გულის და თავისი აი ესეთი მიამიტორი ის რო აქ რა აი ეხლა სამში ხო დამთავრდება 1 წელი რაც იქ არის და იმდენად შეიცვალა იმდენად სხვანაირი გაუხდა აი თვითონაც ხო ფიზიკურადაც სხვანაირი აი მაშინ იმ პერიოდებში უფრო რაღაცნაირი ბავშვური რაღაცნაირი ის იყო და აი ეხლა რო ნახე ბოლო შეხვედრაზე აი ისეთი დაკაცებული რაღაცნაირი ბავშვი სულ სხვა მეთქი ეს აბა არ არის ეგ არა აქ დაკარგული აი ყოველთვის როგორი ისიც იყო აი სულ რაღაც ხუმრობდა სულ ისეთი მებში აი ძალიან ცუდ ხასიათზე რო ვიყავი ხოლმე ესე ხელებს შემომახვიდე აბა გაიცინე რა გჭირს აბა რა ისეთ რაღაცებს მეტყოდა ხოლმე რომ მინდოდა თუ არ მინდოდა გამეცინებოდა ხოლმე ძირითადად ჩვენი ლაპარაკი შედგება ხოლმე რას გავაკეთებთ, რას ვიზავთ თავისუფლების შემდეგ და ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს უკვე მასაც როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სხვა მხრივ ნებისმიერ მიმართულებით და მე ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ვითარებაში ვიცი რომ მის გვერდით ვიქნები ყოველთვის. ყველა იმ პატიმრებს იქ ვინც სიან საბას გვერდით თუ მეზობელ საკნებში გამძლეობას ვუსურვებ. პირველ რიგში მალე თავისუფლებას და ისეთ მომავალს, რომ აი საპროტესტო არ კონდეს არაფერი. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ საბო. ადაგე ბავშვები. თითქმის 1 წელი რაც პატიმრობაში ხარ, შეგიძლია პატიმრობის პირველი დღეები აღწერო. პირველი დღეები შიშით, დაბნეულობით, გაურკვევლობით და უსამართლობის შეგრძნებით ვიყავი მოცული. დღევანდელი დღეები დიდად არ განსხვავდება პირველისგან. მხოლოდ გაურკვევლობის შეგრძნება გამიქრა. იზოლატორი დიდად არ მახსოვს, რადგან ემოციურად გამოფიტულს 2 დღე გადაბმულად მეძინა. გიორგი გორგოძე, აწუკვე სინდისის პატიმარი იქ გავიცანი. პირველ სასამართლოზე ტვირმა გაჭედა ორთვიანი პატიმრობა, რატომღაც ვერ გადავხარშე. ციხეში პირველი დღე ურთულესი იყო. სანამ საკანში შეგასახლებენ, წინასწარი მოთავსების საკანში გათავსებენ. რაღაც პროცედურების შემდეგ ჩამიყვანეს ამ კარანტინის ოთახში. შესვლისთანავე თვალშისაცემი არის საკნის მოცულობა. 8 მეტრი 3 მეტრზე. 3 ორსართულიანი ლოგინი და ყვითლად მჟუტავი ნათურა, რაც საკანს გროტესკულ ფერებში წარმოაჩენს. კედლებზე, ლოგინზე, ჭერზე ყველგან წარწერები იყო, უმეტესად სახელები, თარიღები, გინებები და მხოლოდ ერთი გამამხნევებელი წინადადება. ესეც გაივლის. ეს წინადადება დამეხმარა იმ არსებული რეალობის მიღებაში. მომდევნო დღეს საკანში შემოიყვანეს ირაკლი ქერაშვილი. უსაყვარლესი ადამიანი. როცა გავიგეთ ორივე აქციაზე ვიყავით დაკავებულები, ერთმანეთის მიმართ ეგრევე გაგვიჩნდა პატივისცემის, ნდობის შეგრძნება და გამხნევების სურვილი. მესამე დღეს დაგუშალეს და დაგვიწყეს შესახლების პროცედურა. გზად 2 ადამიანი დამემატა. იმ მომენტში არ ვიცოდი რომ 2 თანამებრძოლი, ვალერი თეთრაშვილი და გურა მირცხულავა. არავის ამოგვიღია ხმა, სანამ იკორპუსის 101 საკანში არ შეგვასახლეს. აქ კი უპატრიოტესი ადამიანი ზვია ცეცხლაძე დაგვხვდა. ფიქრობ ძალიან გამიმართლა რომ ამ პიროვნებებს შეხვდი.
როგორია ციხიდან თანამებრძოლების დაკავების ყურება. მიჭირს ამ თემაზე საუბარი. 20 წუთია შეკითხვას დავყურებ და ყველა არაქრისტიანული გრძნობა მღრღნის შიგნიდან. მე ვამაყობ, რომ ამ უმაგრესი საზოგადოების წევრი ვარ. დიდ პატივს ვცემ თითოეულ მათგანს და მინდა იცოდნენ, მათი დამსახურებაა ის, რომ არ დავნებდებით. რისი გჯერა? რთულია დღევანდელი მოცემული აბსურდულობა, რეალობა დაღიქვა და მოცემულობის საუნდტრეკად ნირვანას Where is my mind აკვდება. პროცესებზე სულ ჩამესმის მისამღერი. მოკლედ გეტყვით, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია. არ მჯერა, რადგან ზღაპარში არ ვართ. არ მჯერა, რომ თურმე იქ შიგნით კარგი ადამიანებიც არიან. არა, განა არ არიან. უბრალოდ კრიტიკულ მომენტში მათ კარგ ადამიანობას შიში და ფული გადაწონის. მადლობა მათ იმ კეთილი საქმეებისთვის, რაც გაუკეთებიათ. მაგასაც სიმამაცე სჭირდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის რეჟიმის დასამხობად. არ მჯერა იმისიც, რომ რუსული რეჟიმის დამქაშებს მათი სილაჩრე მობეზრდებათ, რადგან უკვე მობეზრდათ, მაგრამ ისევ შიში, ფული და პროპაგანდა. თუმცა მჯერა ადვოკატების, ამ უმაგრესი პიროვნებების ბრძოლის, ჯერა რუსთაველის მცველების, ჯერა იმ ხალხის, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, ჯერა მამა დოროთესი, რომელიც არ ეგუება სასულიერო სამყაროს იჩუმეს და უსამართლობას, ჯერა კრიტიკული მედიის ჟურნალისტების, ჯერა ყველა იმ ადამიანის ძალისხმევის, რომ იყვნენ თავისუფლები. რას გააკეთებ პირველ დღეს თავისუფლებაზე? რთული კითხვაა. ციხის ადმინისტრაცია ხელს გვიწყობს ყოფით საკითხებში და ოჯახის, მეგობრების გარდა არ მომნატრებია არაფერი. თან დიდი ხანია თავისუფლებაზე მყოფი ადამიანის მოთხოვნილებები არ მაწუხებს. ამიტომ არ ვიცი, რადგან გათავისუფლებული ვარ, ანუ გავიმარჯვეთ რეჟიმზე. ჩემი მეგობარი ანდრი გორგილაძე შემპირ და სხვათა შორის ციხეში ყოფნის პერიოდში დავმეგობრდით. ლუდის დასალევა წაგიყვანო კარგბარში. ალბათ მათ ვიქნები თავისუფლების პირველ დღეს. რას ეტყვი საზოგადოებას? მიმართავ იმ ადამიანებს, ვინც არც ქოცია და არც ნაცი. კლავს ეს შაბლონი. ჯერ ამ უსაყვარლეს დედებს რომ უყურებთ, რა გულით ჩერდებით სახლში. ეს თუ არაფერი თქვენს მომავალზე მაინც დაფიქრდით. თუ სად მოგიწევთ ცხოვრება რეჟიმის პირობებში. ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელი ადგილი განსაკუთრებულია მათთვის, ვინც მორალური კრიზისის დროს ნეიტრალურ პოზიციაზე დგას. არ მახსოვს ვის ეკუთვნის ეს სიტყვები, მაგრამ კარგად დაფიქრდით ამაზე. ახლა მიმართავ იმ კარგ ადამიანებს რეჟიმის შიგნით. ამ შაბლონებით ოჯახი ყავს. ჩვენიც გაიგეთ, სხვაგვარად არ გამოდის. თავს ვერ გაიმართლებთ, გირჩევთ, მალე გამოფხილზდეთ და თქვენი კარგი ადამიანობა საქმით დაამტკიცეთ. პროტესტში მყოფო საზოგადოებავ, სიყვარულის ახსნები და გამოხატვა მიჭირს. მაინც ახალგაზრდა ვარ ჯერ. ჩემს ადგილზე უნდა იყოთ, რომ გაიგოთ თქვენ მიმართ რას ვგრძნობ. თუმცა ამჟამად ჩემ ადგილზე ყოფნას არავის გირჩევთ. მოკლედ, ყველანი ძალიან მაგრად მიყვარხართ. გკოცნით და გეხვევით. სიყვარულით მოძალადე კრიმინალი საბაჯიქია და არა მაკარტნი. ადამიანი ცulis. დროების ადამიანი. გადაცემის დროების ადამიანი ოფიციალური წარმდგენია საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი.